ლიკა ტუღუშის საქმე. რით გარდაიცვალა კლინიკაში 24 წლის პაციენტი. ...2024 წლის 3 იანვარი, დაახლოებით დღის 4 საათი. ფოთის ქუჩის 39 ნომერთან სასწრაფო დახმარების მანქანა ჩერდება. სასწრაფო დახმარების არქივში მოძიებული ჩანაწერის მიხედვით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ამ მისამართზე გამოიძახეს იმის გამო, რომ ახალგაზრდა ქალს მუცლის მწვავე შეტევითი ტკივილი ჰქონდა. სასწრაფომ მუცლის ტკივილისგან წელში მოხრილი ახალგაზრდა ქალი მთელი ეზოს თვალწინ გაატარა კლინიკაში გადასაყვანად. იგივე განმეორდა მეორე დღეს. დაახლოებით დღის 3 საათზე ფოთის ქუჩის იმავე ეზოს მცხოვრებლებმა ისევ დაინახეს, როგორ მიჰყავდა სასწრაფო დახმარების ბრიგადას ტკივილისგან წელში მოხრილი გოგონა. ის ამჯერად სხვა კლინიკაში წაიყვანეს. იმავე ღამეს სულ რამდენიმე საათის შემდეგ გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა. ოჯახმა დღემდე არ იცის რა იყო 24 წლის ქალიშვილის გარდაცვალების მიზეზი, თუმცა ამის დადგენას 2 წელზე მეტია ცდილობს. დედამ და ნათესავებმა მომხდარიდან რამდენიმე თვეში განცხადებებით მიმართეს ყველა იმ ინსტანციას, რომლებსაც ევალებოდათ პაციენტის გარდაცვალების მიზეზის დადგენა. თუმცა არც ერთი ინსტანციიდან პასუხი დღემდე არ მიუღიათ. მათ განცხადებებს არავინ გამოხმაურებია. არც ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებიდან. ოჯახი სოციალურად დაუცველია და დიდხანს ვერ ახერხებდა ადვოკატის აყვანას. ადვოკატის გარეშე კი გარდაცვლილის მარტო ხელა დედამ საქმე ერთი ნაბიჯითაც ვერ დაძრა ადგილიდან. როგორც რეგულირების სააგენტოდან, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროდან ერთი და იგივე პასუხი ისმოდა. უნდა მოიცადოთ. დედა იცდიდა, რადგან არ იცოდა, რომ ამასობაში საექიმო შეცდომებისთვის დადგენილი სამართლებრივი პასუხისმგებლობის ვადები იწურებოდა. ხოლო საქმეში ადვოკატისა და ჩვენი საგამოძიებო ჯგუფის ჩართვის შემდეგ გაირკვა, რომ არც რეგულირებას და არც სამართალდამცავ ორგანოებს არც ერთი არსებითი მოქმედება არ აქვთ განხორციელებული მომხდარიდან დღემდე. 2024 წლის 5 იანვარს სამედიცინო დაწესებულებაში მომხდარი პაციენტის გარდაცვალების ფაქტი დღემდე გამოუწიებელია. რა მოხდა კლინიკა ჰელსინკოში? გარდაცვლილი 24 წლის ლია ტუღუშია, დაბადებული ლანჩხუთში 1999 წელს. სკოლა ლანჩხუთში დაამთავრა და ბოლო წლებამდე იქვე ცხოვრობდა. შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისში, მაღაზიათა ქსელს პარის ერთ-ერთ ფილიალში, რითაც დედას ეხმარებოდა ოჯახის რჩენაში. დედა წლების განმავლობაში ელიავას ბაზრობაზე ჭიქებით თავის მომზადებულ ყავას დაატარებდა გასაყიდად და ასე ეხმარებოდა შვილს, რომელსაც ბებია და ბიცოლა ზრდიდნენ. სარჩენ თანხას კი დედა უგზავნიდა თბილისიდან. დედის მონდომებით გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ლიკამ ფარმაცევტული სასწავლებელი დაამთავრა და მიიღო სააფთიაქო პერსონალის კვალიფიკაცია. უახლოეს დღეებში უნდა დაეწყო მუშაობა თავისი სპეციალობით თბილისის ერთ-ერთ აფთიაქში. იქამდე კი გოგონა ჯერ ისევ სპარში მუშაობდა. ბოლო დღესაც სამსახურში იყო. ახალი წლის დღეები იყო. 2 იანვარს ღამის ცვლაში მუშაობდა. 3 იანვარს დილით სამსახურიდან დედას დაურეკა და უთხრა, რომ ძალიან ცუდად იყო. კუჭის არეში აუტანელი ტკივილი ჰქონდა და ვერაფრით იხუჩებდა. დედიკო დამირეკა. კუჭი მტკივაო და დედიკო მეთქი სადაც ხარ არ ადგე მაქედან იყავი დამხვდი მეთქი და პიჟამოზე მოვიცვი კურტკა და გიჟივით გავიქეცი. და აგი მოდიოდა ასე მთვრალი კაცივით ბანცალით. წამევიყვანე სახში დედიკო მეუთხარი. წამევიყვანე სახში და სასწრაფო გამევიძახე. სასწრაფომ საათნახევარი დაიგვიანა. მოვიდა სასწრაფომ და დახედა. გადასაყვანეო და გადავიყვანოთ მეთქი და მოვხდით ჰელსინკის კლინიკაში. გოგონა რომ მუცლის მწვავე ტკივილით გადაიყვანა სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში, ეს არაერთი მოწმის მონათხრობით დასტურდება. დასტურდება მეზობლების მონათხრობით, რომლებიც ხედავდნენ წელში მოხრილი და მუცელზე ხელებშემოხვეული გოგონა როგორ მიჰყავდათ სასწრაფოსკენ. დასტურდება ოჯახის ახლობლების მონათხრობით, რომლებიც დედასთან ერთად გახვდნენ კლინიკაში გადაყვანილ ლიკას.
რაც მთავარია, დასტურდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბარათით, რომელშიც პირველად დიაგნოზად სასწრაფოს ექიმმა თირკმლის ჭვალი ჩაწერა, რაც პირდაპირ უკავშირდება სწორედ მუცლის მწვავე ტკივილს. სასწრაფომ გოგონა რამდენიმე წუთში მიიყვანა ფოთის ქუჩასთან ყველაზე ახლო მდებარე კლინიკა ჰელსინკორში. სწორედ აქედან გროვდება არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა, რომელთა ადრესატები დღემდე დუმან. ყველასთვის მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ კლინიკა ჰელსინკორიდან გამოთხოვილ სამედიცინო ისტორიაში მუცლის ტკივილის ფაქტი გაქრა. დიაგნოზად კი ჩაიწერა ბრონქიტი. პაციენტის კლინიკაში შეყვანის მიზეზებად კი არა მუცლის ტკივილი, არამედ ხველა და სუნთქვის უკმარისობა, რაც თვითმხილველებისა და სასწრაფოს ექიმების ჩანაწერის მიხედვით არ დასტურდება. ჩანაწერში არ წერია, რომ შემოიყვანეს თირკმლის ჭვალით. ეს აცდენა როგორ შეიძლება, რომ ახსნათ? ანუ ჩანაწერი სასწრაფოსი დევს ისტორიაში და ამას აცდენა არ ქვია, ანუ არსად არ არის დამალული ჩანს სასწრაფო წერს. დიახ, სასწრაფო წერს, რომ მქონდა მცირე მენჯის ტკივილი და დიაგნოზად გამოტანილი აქვს თირკმლის ჭვალი. სასწრაფოს გამოუძახეთ, იმიტომ რომ ბავშვს ჰქონდა ძალიან ტკივილები კუჭის არეში. ისეთი სასწაული ტკივილი ჰქონდა, რომ არ არსებობდა რომ არ გამოგვეძახებინა სასწრაფო, რომ კუჭი მტკივა. არაფერი არ უთქვია, რადგან ასეთი მწვავე ტკივილია, აუცილებლად უნდა მოხდეს გადაყვანა და გადავიყვანეთ ჰელსინკორის კლინიკაში. ტკიოდა, მუცელი კუჭი დედიკოოდა. ყველა იქ მეზობლები ვინც იყო, ყველა გამოჩნდა, ვინც კი იცნობდა, ჩემს შვილს ყველა გამოვიდა გარეთ. იქ იყო ლიკა იყო 2 წლით უმცროსი თუ 3-ით, იმ ბიჭზე და იმ ბიჭთან მეგობრობდა ლიკა. ხო და იქვე ცხოვრობდა ის ბავშვი და ლიკა რო ვერ წამოდგა ლოგინიდან, ამ ბიჭმა სტაცა ხელი ლიკას და ლიკა მამაზე დაადო ასე თავი რო არ შეეძლო ბაღანას. ისე შესვა სასწრაფოში. როცა დამირეკა მარინამ რომ ლიკა ცუდად გახდა და რა ტკივილებია კუჭი მტკივაო. მე ლიკასაც გავესაუბრე, ვიცოლა საავადმყოფოში ვარო, მარტო გადასხმების მეც არაფერს არ მიკეთებენო. და ეს ტკივილები ქონდა. ეს პირველი ჰელსინკორში რო იყო, მაშინ ველაპარაკე. მე ჩამოვალ მეთქი, ვიცოლა მეთქი, ნუ გეშინია, ისეთი ექიმებია, მას როგორ წარმოვიდგენდით, რომ ასე უყურადღებოდ დატოვებდნენ ექიმები. აუხსნელია კლინიკა ჰელსინკორიდან გამოთხოვილ სამედიცინო ისტორიაში რატომ არ არის ნახსენები მუცლის ტკივილი იმ პაციენტის ისტორიაში, რომელსაც ჯერ სამსახურში თანამშრომლების თვალწინ დაეწყო მუცლის ისეთი მწვავე ტკივილი, რომ სახლამდე ძლივს მიაღწია. მერე შვილის ტკივილებით დაბნეულმა და შეშინებულმა დედამ ახლობელ ქალს დაუძახა დასახმარებლად და სასწრაფოს გამოსაძახებლად და ტკივილისგან წელში მოხრილი გოგონაც კლინიკაში შეყვანამდე არაერთმა ადამიანმა ნახა. სად გაქრა თუნდაც ის ფაქტი, რომ სასწრაფო დახმარებამ პაციენტი ლია ტუღუში კლინიკაში გადაიყვანა თირკმლის ჭვალის სავარაუდო დიაგნოზით, რისი ერთ-ერთი სიმპტომიც სწორედ მუცლის მწვავე შეტევითი ტკივილია. კლინიკის ხელმძღვანელებმა ჩვენთან საუბარში აღიარეს, რომ სასწრაფოს ჩანაწერში პაციენტის კლინიკაში შეყვანის მიზეზად ნამდვილად არის დასახელებული თირკმლის ჭვალის პირველადი დიაგნოზი, რომელიც მათი თქმით არ დადასტურდა. მაგრამ ვერ ახსნეს, რატომ არ ჩაიწერა მათ მიერ შედგენილ სამედიცინო ისტორიაში თუნდაც ეს ფაქტი, თირკმლის ჭვალის ვარაუდი. ან რატომ არ ჩაუტარდა თირკმლის ჭვალის პირველადი დიაგნოზით შეყვანილ პაციენტს მუცლის ღრუს ინსტრუმენტული დათვალიერება, თუნდაც ულტრაბგერითი კვლევა, ეკოსკოპია, რითიც უნდა გამორიცხულიყო სასწრაფოს ექიმების დიაგნოზი. ჰელსინკორის კლინიკურმა დირექტორმა აღიარა, რომ ეს იყო ექიმის შეცდომა. გოგონა შეიყვანეს ყველას თვალწინ წელში მოხრილი მუცლის ტკივილით. ექიმმა ეს რანაირად არ ჩაწერა? ამაზე პასუხი ალბათ უნდა ექიმს უფრო მოვკითხოთ, ვიდრე მე, იმიტომ რომ დიახ, კი ბატონო, ამ თემაზე შემიძლია უშუალოდ გავესაუბროთ, თუმცა ხარისხის კომიტეტს ჩვენთან კლინიკაში არის ხარისხის კომიტეტი, რომელსაც შესწავლილი აქვს ეს кейსი, ასე ვთქვათ, და გარკვეული შესაბამისი ღონისძიებები არის დასახული და ექიმის მიმართაც არის რაღაც სპეციალური მითითება, უბრალოდ არ მინდა ამ ეკრანის წინ ამ თემაზე საუბარი. ადამიანები ვართ, ალბათ ყველა უშეცდომო არავინ არ ვართ. როცა მუშაობ, შეცდომაც შესაბამისად არის, ახლა ეს არც ისეთი
ძალიან მარტივია ეს არ კონდეს, უნდა კონდეს რა, ასე ვთქვათ რა. უნდა გააკეთოს, არ არის რაღაცა იქით, იმის იქით რაღაც იფიქრე და გამოგრჩა, ან ვერ მოიფიქრე. ეს უბრალოდ გაიდლაინი და სტანდარტია, რომ თუ არის თირკმლის ჭვალი, უბრალოდ ალბათ ეხა ექიმის ნაცვლად ცოტა მიჭირს საუბარი, მაგრამ არ იფიქრა, თორე ანუ შეუძლებელია იყოს თირკმლის ჭვალი ნახსენები და არ ჩატარდეს ეხოსკოპიები. მე ვარაუდობ, ისტორია უნდა იყოს გაყალბებული. აუცილებელი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ამიტომ შეიყვანა, რომ სახლის პირობებში მათ ვერ დაადგინეს და ჭირდებოდა კლინიკა, რომელიც გამოიკვლევდა და დაადგენდა პაციენტის მდგომარეობას. ესე კლინიკა ჰელსიკორს არ ყავს ექიმი, რომელსაც შეუძლია ელემენტარულად დაგეგმოს პაციენტს რა კვლევა უნდა ჩაუტარდეს, ელემენტარულად დაგეგმოს. გადაუდებელმა სამედიცინო დახმარებამ პირდაპირ მითითებით სავარაუდო თირკმლის ჭვალი შეიყვანა. ანუ ექიმმა, რომელმაც თქვათ არ ჩაუტარა და გამორიცხა, რაღაცით ხო უნდა გამოერიცხა, რა იყო გამომრიცხავი. ჰელსიკორის ექიმებმა არა მხოლოდ მუცლის ღრუს ეკოსკოპია არ ჩაატარეს, არც ქირურგის კონსულტაცია დანიშნეს პაციენტის მდგომარეობის შესაფასებლად. ისტორიიდან საერთოდ ამოიღეს კუჭის არეში მწვავე ტკივილის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც მათ სასწრაფო დახმარების ბარათით გადასცა გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ და წესით ამ ისტორიის ნაწილია. დაავადმყოფობის ისტორია ამ ჩანაწერის გარეშე მიაწოდეს გარდაცვლილის ოჯახს. როგორც მედიკოსები გვიხსნიან, მეორე მიზეზი, რასაც ასევე შეიძლება გამოეწვია კუჭის არეში ძლიერი ტკივილი, თეორიულად შესაძლოა ყოფილიყო კარდიული რეფერირებული, ანუ გულიდან გადაცემული ტკივილიც, რაც ასევე უნდა გამორიცხულიყო ეკოსკოპიური კვლევით. ჰელსიკორს არც გულის ეკოსკოპიური კვლევა ჩაუტარებია. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი დედას და ახლობლებს ყოველწუთს ეუბნებოდა, ტკივილები არ მიყუჩდებაო, ჰელსიკორის მედიკოსებმა არც ერთი პროფილის ექიმთან კონსულტაცია არ დანიშნეს. პაციენტს გადასხმები გაუკეთეს და მათივე ჩანაწერის მიხედვით შუაღამის 2 საათზე კლინიკიდან გამოუშვეს. ჰოლში მომლოდინე დედას დაცვის წევრმა გამოუყვანა ხელზე ჩამოკიდებული გოგონა, რომელიც სტიროდა და ამბობდა, რომ ცუდად იყო. ექიმებმა პაციენტის ასეთ მდგომარეობაში გამოშვების დროს საჭიროდ არ ჩათვალეს არც დედასთან გასაუბრება, ახსნა განმარტება, დარიგება. ანუ არ შეასრულეს პაციენტის მხარისთვის სრული ობიექტური ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, რაც საექიმო საქმიანობის შესახებ კანონით არის დადგენილი. დედისა და თანმხლები პირის თქმით, კარი ჩაუკეტეს პაციენტს და ამის შემდეგ მისი მდგომარეობით აღარავინ დაინტერესებულა. და ბოლოს ჩანაწერში არის ეს, რომ პაციენტი უკეთესად გრძნობს თავს, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში ეწერება. ანუ რა გაუმჯობესდა პაციენტს? ცხელება 37 და სასწრაფოში წერია თუ არ ვცდები 37 და 8 თუ 37 და 7 რაღაცა ასეთი ციფრი. გაეწერა ჩვეულებრივ 36 და 5-ით. არ მქონდა არანაირი ჩივილი, როგორც ანუ არ აწუხებდა არც ტკივილი. მეექვსე გადასხმაზე ბენცელით გამომიყვანა დაცვის კაცმა. ის კაცი იყო ჩოხატაურელი კაცი, იქ მე ველაპარაკე იმ კაცს. სკამზე რო დავაჯინე ბავშვი ასე წეიქცა და ხელი შეუშვირე და იმ კაცმა ასე ხელმოკიდებული ბენცელით თრალი კაცი რო გამოვა, ისე გამომიყვანა ბავშვი. გამომიშვაო ექიმაო, გამომიშვა დედიკო ექიმაო. დედა კარგად არ ხარ, შენ მეთქი ვიყვირე. თან ხათუნამ წატეხა ერთი ამბავი იქ. ლიკა შენ კარგად არ ახარ და როგორ გამოგიშვენო და მე ბავშვს ხედავდი რომ მე რო დავაჯინე ასე წევიდა ლიკა და ხელი მოუხვი არ წამექცეს მეთქი ვიფიქრე კიდე თავი არ დამირტყას მიწაზე მე. ხათუნა წავიდა ექიმ. ხათუნა აბრახუნებდა კარებს იქანე, მაგრამ კაცმა შვილმა არ გაგვიყო კარები. საერთოდ არა რო ჩაიკეტა შიგნიდან კარები საერთოდ არ გამომიხედა არავინმა და ის კაცი საგავიდა არ ვიცი. ისევ მოხრილი გამოვიდა. ხელი ქონდა ჩაჭიდული ესე იმას რა ქვია დაცვას და გამოიყვანა თვითონ დაცვა. ეს კამერებშიდაც კარგად გამოჩნდება თუ დაინტერესდებიან ვინ გამოიყვანა და როგორ გამოიყვანეს ბავშვი. დიახ. მალე წამიყვანეთ სახლშიო და რომ დაჯდა სკამზე სანამ ტაქს გამოუძახებდი ბავშვი ესე ჩემსკენ წაიქცა. და მე ვთხარი ლიკა რას აკეთებ შენ ცუდად ხარ და სად მოდიხარ მეთქი კლინიკაში დარჩი ისევ მეთქი და პაციენტი შეყვანილია მძიმე მდგომარეობა შეტევითი
ტკივილი აქვს მუცლის არეში და ექიმი წერს, რომ ჯანმრთელობა, პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და გავწერე მისამართზე. ვერ იქნება, იმიტომ რომ შეტევითი ტკივილი კვლავ აქვს, ვეღარ დგება, ხელით უჭირავს დაცვას. რითი ვადგენთ და პირველ ისტორიაში წერია, რომ პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და გაწერის საფუძველი ეგ გახდა. ახლდნენ ოჯახის წევრები, უბრალოდ კამერები წაშლილია, დიდი პერიოდია გასული. სახლში მიყვანილ გოგონას ტკივილი თანდათან უმწვავდებოდა. დედამ კლინიკაში დარეკა, საიდანაც მკურნალმა ექიმმა მკაცრად უპასუხა, რომ ტყუილად ტეხს პანიკას და ურჩია, მიეცა პრეპარატი ფოსფაჯი. დედა ტკივილებისგან გაწამებულ შვილს ვერ ტოვებდა. აპტეკიდან წამლის მოტანა მეზობელს თხოვა. წამალმა გოგონას ტკივილი არ შეუმსუბუქა. გოგონა რამდენიმე საათში სასწრაფო დახმარებამ გერმანულ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ჰოსპიტალში შეყვანის დროდ დაფიქსირებულია 14 საათი და 48 წუთი. ღამის 2 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. დოკუმენტებში დარჩენილი სამხილები. ჰელსინკორის კლინიკის სამედიცინო ისტორიაში არის ერთი ჩანაწერი, რომელიც ლია ტუღუშის ოჯახისა და ახლობლებისთვის კლინიკის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის მთავარ არგუმენტად შეიძლება იქცეს. სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა ნომერი 4-100-ში, იმავე ფორმა 100-ში, წერია თითქოს პაციენტი ხველის, ტემპერატურისა და გულის რევის გამო გადაიყვანეს კლინიკაში, რაც ნაკლებად დასაჯერებელია, რადგან ამას არც პაციენტის თანმხლები პირები ადასტურებენ და გარდა ამისა ცნობილია, რომ ხველისა და ტემპერატურის გამო კლინიკაში სასწრაფოს პაციენტები პრაქტიკულად არ გადაჰყავს. ამას თავი რომ დავანებოთ ლია ტუღუშის სამედიცინო ისტორიაში, ისეთი ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერებია, რომ მათი ზედაპირული დათვალიერებაც კი საკმარისია ამ ჩანაწერების სინამდვილესთან შეუსაბამობის დასადგენად. ისეთი პრესტიჟული კლინიკის სამედიცინო ჩანაწერებში, როგორიც ჰელსინკორია, ერთმანეთის გვერდით ერთმანეთის გამომრიცხავი ჩანაწერები აქვთ გაკეთებული მედიკოსებს. მაგალითად, ფორმა 100-ის მეორე გვერდზე წერია, რომ პაციენტს აღენიშნება ხველა, ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება და ქოშინი. ამავე ისტორიაში კოვიდის დიაგნოსტირებისთვის საჭირო ტრიაჟის კითხვარში კი წერია, რომ პაციენტს არ აღენიშნება ხველა, არ აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, არც ქოშინი, არც ტემპერატურა. ჰელსინკორის ხელმძღვანელებმა ვერ აგვიხსნეს, რას ნიშნავს ასეთი ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერები მათ მიერ შედგენილ დოკუმენტში. ამ ჩანაწერებიდან რომელს უნდა დაუჯეროთ? იმას, სადაც წერია, რომ პაციენტს ჰქონდა ეს სიმპტომები, თუ იმას, რომელშიც წერია, რომ პაციენტს არ ჰქონდა ეს სიმპტომები. ამათგან რომელ გვერდზე წერია მართალი და რომელ გვერდზე წერია ტყუილი? და სად არის გარანტია ასეთი შეუსაბამობის აღმოჩენის შემდეგ, რომ ლია ტუღუშის ავადმყოფობის ისტორიაში სხვა ჩანაწერები სიმართლეს შეესაბამება? შემდეგი გაუგებრობა ლია ტუღუშის ავადმყოფობის ისტორიაში. იმავე ფორმა 100-ში წერია, თითქოს პაციენტს დიაგნოსტირებული ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი. თითქოს ენდოკრინოლოგის მიერ დანიშნული ჰქონდა ინსულინოთერაპია და ეს თერაპია თითქოს თვითნებურად შეწყვიტა. სრულიად გაუგებარია, საიდან გაჩნდა ეს ჩანაწერი, რადგან ლია ტუღუშის შაქრიანი დიაბეტით ავადმყოფობის ფაქტს ყველა უარყოფს, როგორც ოჯახი, ასევე მისი ყველა ახლობელი. ეს ერთი და მეორე, თუ კი გოგონა შაქრიანი დიაბეტით იყო ავად და ის მუცლის მწვავე ტკივილით შეიყვანეს კლინიკაში, რატომ არ ჩატარდა სასწრაფოდ ენდოკრინოლოგის კონსულტაცია? მით უფრო რომ პაციენტის ანალიზებში შაქრის მომატებაზე გარკვეულ მინიშნებად შეიძლება ჩათვლილიყო შარტში მომატებული კეტონები და კუჭის არეში არაქირურგიული წარმოშობის მწვავე ტკივილი, რაც მედიკოსთა განმარტებით ქირურგიulis გარდა კეტოაციდოზით წარმოშობილ შეტევას ახასიათებს. კონსულტანტი თუ საჭიროა ღამე მოვაკიდევათ კლინიკაში, რომ გვყავს ჩვენი მუდმივი ენდოკრინოლოგი, რომელიც 24/7-ზე ტელეფონით მის ხელმიჭრდომადია. და რატომ არ გაიგო? უბრალოდ ვინაიდან ამ გოგონას შაქრის ციფრები ნორმაში ქონდა სისხლში, კეტონები იყო შარტში, გაკეთდა ამიტომ სისხლის გაზები, დიახ, არა სისხლის გაზები გაკეთდა და ეს ანალიზი, რომელიც ჩვენთან ისტორიაში არის ჩაკრული, იქ არანაირი ცვლილება ამ
მიმართულებით, მჟავეთუტოვანი წონასწორობის დარღვევაზე არც ერთი პარამეტრი არ მიგვითითებს. ეს შემიძლია თქვა ოფიციალურად და უკვე დოკუმენტურად, ეს არის ჩაკრული ისტორიაში. არ ვიცი პატრონს ეს აქვს ეს მონაცემი, უნდა კონდეს წესით. ლია ტუგუშის დედა არ უარყოფს, რომ შვილი ერთადერთხელ ჰყავდა მიყვანილი ენდოკრინოლოგთან, როცა წონის კლება შენიშნა. მაგრამ ექიმს არც ინსულინი დაუნიშნავს და არც განსაკუთრებული მკურნალობა, რადგან ლაბორატორიული კვლევით გოგონას ყველა მაჩვენებელი წესრიგში ჰქონდა. ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და ვესაუბრეთ თოდუას სამედიცინო ცენტრში ლია ტუგუშის ენდოკრინოლოგს, ქალბატონ მაია ტორჩინავას, რომელმაც სამედიცინო ისტორიის არქივში მოიძია ლია ტუგუშის ისტორია და დაგვიდასტურა, რომ იმ ერთადერთი ვიზიტის დროს, როდესაც შეხვდა პაციენტს, მისთვის ინსულინი არ დაუნიშნავს. ლია ტუგუში სხვა დროს ენდოკრინოლოგთან არ ყოფილა, რადგან ამ ხრივ ჯანმრთელობას არ უჩიოდა. არც ინსულინი თუ მკურნალია ოდესმე. დედა ამბობს, რომ აუცილებლად დაამტკიცებს, რომ სამედიცინო ისტორიაში ეს ჩანაწერი გაყალბებულია. ეგ არის ყველაფერი ტყუილი. არა, ერთი ნემსიც არა. ჩემ შულს ერთი ნემსიც არ გაუკეთებია ინსულინის თუ არა. როგორ შეუწყვეტავდი, შაქარი რო ქონოდა, ამას როგორ ვიზამდი, ჩემ შულს მე ჩემი ხელით მოვკლავდი. აი გახდა ლიკა ცოტა შეიფერთხა და შემეშინდა და თან დედაჩემმა მითხრა, რადგიდა შვილო, რამე ლიკას მიხედეო. რომ ბავშვიო გახდაო. ანალიზები გაუკეთეთ ყველაფერი, არაფერი საიჭო არ იყო. დაუნიშნა რამოდენიმე თავი წამალი მაია ტორჩინავამ და დიეტა. საერთოდ შაქარი ქონდა ნორმაში. არც ინსულინის ნევსი ქონია და არც არაფერი მსგავსი. დანიშნული არ ქონდა? ნამდვილად არა. ეს ყველაფერი იყო ჩემ კონტროლში. წნევის კონტროლი, შაქრის ყველაფერი ქონდა ნორმაში. ნამდვილად ვიცი, რომ ინსულინზე არ იყო დამოკიდებული და სრულიად ჯანმრთელი იყო. რაღაც პატარა პრობლემები ქონდა. გლანდების ოპერაცია რო გაიკეთა, მერე უთხრეს, რომ რაღაც პატარა ის ქონდა ჯანმრთელობის პრობლემა და მერე ალაგდა, დიახ. ალაგდა ყველაფერი, როგორც მე ვიცი და ინსულინზე დამოკიდებულება ნამდვილად არ ქონდა. არ ქონია? არანაირად. ეს ნამდვილად ვიცი. არასოდეს არ ყოფილა ეგეთი მომენტი, რომ დაუშვათ ლიკას აწუხებდა დიაბეტი, ან მსგავსი რამე პრობლემები ქონოდა, იმიტომ რომ იმდენად ახლო ვართ ოჯახები და თან სულ ჩემ თვალწინ გაიზარდა ეს ბავშვი. მე აუცილებლად მეცოდინებოდა ეგ. მაგრამ მსგავსი ფაქტი არასდროს არ მახსენდება, რომ ყოფილიყო ან მინიშნებითაც, ან რაღაც ეჭვის დონეზე. ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა გაიარა კონსულტაცია მაღალი ცენზის კლინიცისტ ენდოკრინოლოგთან იმის გასარკვევად, რა არის გაწერილი სამედიცინო გაიდლაინით ისეთი შემთხვევების სამართავად, როდესაც პაციენტის სამედიცინო ისტორიაში ივარაუდება წარსულში ინსულინის მოხმარება და მით უფრო ამ მედიკამენტის თვითნებურად მოხსნა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ენდოკრინოლოგმა ქალბატონმა ლალი ჯავაშვილმა გადაჭრით გითხრა, რომ ასეთ შემთხვევაში ენდოკრინოლოგის სასწრაფო კონსულტაცია უალტერნატივოა. როდესაც შემოდის კლინიკაში ადამიანი ახალგაზრდა, ნორმალური სხეულის მასის მქონე გოგონა, რომელსაც აქვს ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, უნდა ნახოს იმ თქვათ მონაცემებით ანამნეზური, რომ მას თურმე როდესღაც დაუდასტურდა ტიპი 1 დიაბეტი და თურმე დანიშნული იყო ინსულინი, რომელიც მან არ გაიგეთა, ეს ნიშნავს იმას, რომ აქ პირველ რიგში ენდოკრინოლოგის სამუშაოა ჩასატარებელი და დასადასტურებელია გამოსარიცხია დიაბეტოგენური მდგომარეობა. ეს არ არის გაკეთებული, ნანახია ორჯერ გლიკოზის დონე არის გაზომილი, ერთხელ არის 96 მგ/პროცენტი, მეოჯერ 110 მგ/პროცენტი და არაფერი მეტ სხვა. აი ამაშია საქმე. გაუგებარია, რატომ არ გამოიძახეს ჰელსინკორის ექიმებმა ენდოკრინოლოგი 24 წლის პაციენტისთვის, რომელიც მათი ჩანაწერის თანახმად ინსულინით მკურნალობას გადიოდა და თვითნებურად ჰქონდა შეწყვეტილი. ხოლო ეს პირდაპირ საფრთხედ ითვლება პაციენტის სიცოცხლისთვის. ან რით ახსნიან იმას, თუ კი მათ მოსთხოვა ვინმე პასუხისგება, რომ სამედიცინო ისტორიაში ინსულინის თვითნებური მოხსნის შესახებ ჩანაწერის გვერდით გლუკოზის საშუალო ნორმის მაჩვენებელია ჩაწერილი. და ეს ისეთივე შეუთავსებელია ერთმანეთთან, როგორც ისტორიის ის გვერდები, სადაც ხველისა და ტემპერატურის არსებობაც და არარსებობაც ერთმანეთის გვერდზე ერთდროულად აქვთ ჩაწერილი. რა ხდება კლინიკა ჰელსინკორის დოკუმენტებში? სისტემური სკლეროდერმია. პაციენტს ჰქონდა სულ სხვა ავადმყოფობის დიაგნოზი, სისტემური სკლეროდერმიის საწყისი სტადია.
რომელზეც ის სერიოზულად მკურნალობდა ჯერ საქართველოში, რევმატოლოგიის ცენტრში, შემდეგ კი თურქეთში, ქალაქ ტრაბზონში, მედიკალ პარკის საავადმყოფოში. ლია ტუღუშის ექიმი თბილისის კლინიკაში დაბეჯითებით გვეუბნება, რომ პაციენტს არ ჰქონდა დაავადების რთული ფორმა და რომ ჰქონოდა კიდეც, შეუძლებელია, რომ ეს გამხდარიყო მისი მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი. დაუნიშნეთ მკურნალობა. მკურნალობა იყო, რა თქმა უნდა, კომპლექსური. ჩავთეთ, ვინაიდან აქტიობა, ანთებითი აქტიობაც იყო, დაუნიშნეთ მეთიპრედი, კორტიკოსტეროიდები დავნიშნეთ, ორიაბი და აი დავნიშნეთ ზუსტად როდის უნდა მობრძანდეს, გამოცხადეს ჩვენთან, რომ დავაკლოთ ეს თავიდანვე იყო კომპლექსური, აბსოლუტურად სრული დანიშნულება. კუჭნაწლავის, რა თქმა უნდა, დაცვით. ჩვენთან ყოფნის დროს 22 წლის, როგორც გითხარით, მაისი იყო 22 წლის მაისი, არაფერი ისეთი არ იყო, რომ რაღაცა იყოს საგანგაშო. ამ დიაგნოზით და იმ მდგომარეობით, რომელიც ჩვენთან მოვიდა, გართულება არ უნდა ყოფილიყო. ჩემი აზრი ასეთია. ლია ტუღუშს მკურნალობა არ შეუწყვეტია თბილისის რევმატოლოგიის ცენტრის შემდეგ სისტემური სკლეროდერმიის სამკურნალოდ თურქეთში, ქალაქ ტრაბზონში წაიყვანა დედამ ახლობლებისა და ნათესავების ხელშეწყობით. გოგონამ 3 ვიზიტი მოასწრო თურქეთის კლინიკაში, საიდანაც გარდაცვალებამდე 2 თვით ადრე გახარებულები დაბრუნდნენ. გოგონას მდგომარეობა მკვეთრად იყო გაუმჯობესებული. ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა ტრაბზონის მედიკალ პარკის კლინიკიდან გამოითხოვა ლია ტუღუშის სრული სამედიცინო დოკუმენტაცია მისი 3-ვე ვიზიტის ამსახველი ჩანაწერებით. საგულისხმოა, რომ თურქეთში არც ერთი ვიზიტის დროს ჩატარებული კვლევები არ ადასტურებს, რომ ლია ტუღუშს შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა. ბოლო ვიზიტი ტრაბზონის კლინიკაში გარდაცვალებამდე 2 თვით ადრე, 2023 წლის ოქტომბრის ბოლო რიცხვებით თარიღდება. ამ ვიზიტის დროს ჩატარებულ ლაბორატორიულ კვლევაში სისხლის შაქრის დონის გრაფაში გარკვევით წერია, რომ გლუკოზის მაჩვენებელი არის 96 მგ დიელი, ანუ ნორმის ფარგლებშია. შაქრის დონე ნორმის ფარგლებში ჰქონდა გოგონას წინა ვიზიტების დროსაც, 2023 წლის მაისში და ივნისში. გარკვევით უნდა ითქვას, ისტორიებში არაფერია ნათქვამი იმაზეც, რომ პაციენტი ოდესმე ინსულინოთერაპიას გადიოდა. მას საიდან და რაზე დაყრდნობით გაჩნდა 2 თვის შემდეგ კლინიკა ჰელსიკორის ჩანაწერში, რომ ლია ტუღუში მკურნალობდა ინსულინით და მკურნალობა თვითნებურად შეწყვიტა. რომელი კლინიკის ჩანაწერებია არასწორი, ტრაბზონის თუ თბილისის? რით უნდა აიხსნას უხეში შეუსაბამობა 2 კლინიკის მონაცემებს შორის. ამ ყველაფრის დაზუსტება კი უმნიშვნელოვანესია იმის გათვალისწინებით, რომ ტუღუშის გარდაცვალების მიზეზების ახსნა მედიკოსებმა საბოლოოდ დიაბეტური კეტოაციდოზისკენ, დიაბეტური კომისკენ წაიყვანეს. თუმცა პაციენტის სამედიცინო კვლევების შესწავლის შემდეგ დამოუკიდებელი ექსპერტები ამ აზრს კატეგორიულად არ ეთანხმებიან. გერმანული ჰოსპიტალი. დიაბეტური კეტოაციდოზი, როგორც დიაგნოზი, ლია ტუღუშის სამედიცინო ისტორიაში გაჩნდა გერმანულ ჰოსპიტალში. მეორე კლინიკაში, სადაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჰელსიკორიდან გამოშვების შემდეგ გადაიყვანა. გერმანულ ჰოსპიტალში ჰელსიკორისგან განსხვავებით ჩაიწერა, რომ პაციენტი მუცლის მწვავე ტკივილით შეიყვანეს. გამოკვლევებიც შესაბამისად დაუნიშნეს. ამ კლინიკაში ყველა ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევა სრულყოფილად ჩატარდა. სისხლისა და შარდის ლაბორატორიულ კვლევაში აღმოჩნდა ისეთი მონაცემები, რომლებიც დიაბეტურ მდგომარეობაზე მიუთითებდნენ. სისხლში მომატებული გლუკოზა და კეტონები შარდის ანალიზში. მედიკოსები გახვდნენ ამ მაჩვენებლებს და ყველა შემდეგი სამედიცინო დახმარება, რომლებიც პაციენტს ჩაუტარეს, ამ ფონის მოხსნას ემსახურებოდა. გაწეულმა დახმარებამ, ამ მიმართულებით წარმოებულმა მკურნალობამ, პაციენტის მდგომარეობა ოდნავაც ვერ გააუმჯობესა. რატომ? სწორი გზით მიდიოდნენ თუ არა ექიმები? სამედიცინო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არა. ამ მიმართულებით მკურნალობის წარმართვა ჰელსიკორის არასწორი დიაგნოზის გამო დაკარგულ დროსთან ერთად იყო მთავარი შეცდომა, რამაც პაციენტის გარდაცვალება გამოიწვია. და ამიტომ მუცლის ტკივილის მიზეზად კეტოაციდემური კომის რამოდენიმე საათში გამოცხადება, ეს არის ფრიად ულოგიკო განცხადება, რომელსაც მე ვერაფრით ვერ დავიჯერებ და ალბათ ვერც ერთი გამოცდილი ენდოკრინოლოგი ამაში ვერ დამეთანხმება. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ
ერთ დღეს კლინიკა ჰელსინკოში მისი მაქსიმალური გლუკოზის მონაცემი იყო 110 მგ/პროცენტი და 10 საათში ის გადაიქცა 217 მგ/პროცენტად. პირველი თავისავად, მაგრამ ეს 217 მგ/პროცენტიც კი ვერაფრით ვერ შეესაბამება ძიმე კლინიკურ თქვათ კეტოაციდოს, რომელიც შესაძლოა გამختارიყო ისევ რამოდენიმე საათში, შესაძლოა გამختارიყო გულის გაჩერების მიზეზი, ასისტოლის მიზეზი. კეტოაციდოს შეუძლია თავისთავად ცხადია მსგავსი რამ გამოიწვიოს, მაგრამ არა რამოდენიმე საათში განვითარებულმა კეტოაციდოზმა. უნდა იყოს ჰიპოკალემია თავისთავად ცხადია და უნდა იყოს გლუკოზის დონე სისხლში 400-ზე, როგორც მინიმუმ 400 მგ/პროცენტზე მეტი. არანაირი მეანიშნებელი იმისა, რომ აქ შეიძლება ყოფილიყო კეტოაციდემური კომა, რომ გამთარდეს შაქრის მონაცემი ტიპი 1 დიაბეტის დროს, რომც ყოფილიყო აქ ტიპი 1 დიაბეტისთვის დამახასიათებელი არანაირი თქვა კლინიკური სურათი და არც ლაბორატორიული მონაცემი აქ არ ფიქსირდება. მაშ რამ გამოიწვია პაციენტ ლია ტუღუშის გარდაცვალება? პაციენტის ისტორიაზე ჩვენს ჯგუფთან ერთად მომუშავე მედიკოსებმა ლია ტუღუშის ისტორიაში, კერძოდ მუცლის ღრუს ინსტრუმენტული კვლევის დასკვნაში და სისხლის ლაბორატორიული კვლევის ანალიზში აღმოაჩინეს რამდენიმე მინიშნება, რომლებიც პირდაპირ კავშირში შეიძლება ყოფილიყო პაციენტის გარდაცვალებასთან. ეს არის ეკოსკოპიური და კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის შედეგად აღმოჩენილი სითხე პლევრასა და მუცლის ღრუში. მედიკოსებისთვის აუხსნელია ქირურგმა, რომლის კონსულტაცია გერმანულ ჰოსპიტალში დოკუმენტურად დასტურდება, რატომ ვერ დასვა შესაბამისი დიაგნოზი და რატომ არ მიიჩნია საჭიროდ იმის დადგენა, რამ გამოიწვია გამონაჟონი და რეაქტიული სითხე ორმხრივ ლატერალურ ღარში, აგრეთვე მცირე მენჯის ღრუსა და პლევრაში. ან რატომ იყო ლაბორატორიული კვლევისას ლეიკოციტებისა და C-რეაქტიული ცილის მაღალი მონაცემები და რატომ არ გახდა ეს ყველაფერი იმის მიმანიშნებელი, რომ შესაძლოა მუცლის ღრუში მწვავე პროცესი მიმდინარეობდა. ჩვენი კონსულტანტ ქირურგები და თერაპევტები არ გამორიცხავენ, რომ ლია ტუღუშის დიაგნოზში დაშვებული იყოს ქირურგის სერიოზული შეცდომა. მან ყურადღება არ გაამახვილა მუცლის ღრუში არსებულ სითხესა და ლეიკოციტოზზე და არ გამორიცხა მუცლის ღრუში მიმდინარე პერიტონიტი. არ შეისწავლა პაციენტის წინა სამედიცინო ისტორია, თუნდაც დედასთან, რომელიც საათების განმავლობაში ისე ელოდა ექიმების პასუხს შვილის მდგომარეობაზე, რომ მასთან სასაუბროდ და კითხვების დასასმელად არავინ გასულა. დედა ეტყოდა ექიმებს, რომ მის შვილს თურქეთის კლინიკაში უახლოეს წარსულში ჰქონდა გავლილი სამედიცინო კვლევები და იქ ქრონიკული პეპტიური წყლულის დიაგნოზი დაუსვეს. იყო თუ არა კავშირში ეს დიაგნოზი კუჭის მწვავე ტკივილთან, რომლითაც კლინიკიდან კლინიკაში გადახავდათ პაციენტი. კვალიფიციურ მედიკოსებს უნდა დაედგინათ. იგივე გვითხრა ენდოკრინოლოგმა, რომელიც ლია ტუღუშის ანალიზების გაცნობის შემდეგ კატეგორიულად გამორიცხავს კუჭის მიდამოში პაციენტის მწვავე ტკივილის მიზეზად კეტოაციდოზის დასახელებას, რაც მისი თქმით იკითხება გერმანული ჰოსპიტალის დოკუმენტაციაში. მისი თქმით, კეტოაციდოზი ამ პაციენტის გარდაცვალების მიზეზი არ არის. კვლევები პირდაპირ მიუთითებს, რომ მიზეზი სხვაგან იმალება. მე მაინც მინდა ვიკითხო, რა რითი აიხსნება აი ეს შეშუპებული ნაწლავები და გამონაჟონი ანთებადის სითხე მუცელში, ამას უნდა კონდეს თავისი ახსნა, ხო? თავისთავად ცხადია, მით უმეტეს რომ პაციენტი შესულია როგორც პირველ, ასევე მეორე კლინიკაში რამოდენიმე საათის ინტერვალით ძიმე ტკივილით მუცლის არეში, რის გამოც მას ეძლევა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, გაკეთებულია არასტეროიდულ თერაპიაზე იმყოფება და ამის ფონზე რაღაცნაირად ტკივილი უკაცრავად ამის ფონზე ტკივილი რაღაცნაირად მინავლდება. აქ არის ზოგადი ანთების ნიშნები განვითარებული, რომელიც დასტურდება სისხლის ანალიზით, საერთო ანალიზით და სხვა ანალიზებითაც. აქ არის მომატებული C-რეაქტიული ცილა, მომატებულია EC და ასე შემდეგ. ანუ ის ლეიკოციტოზია ინტენსიურად გამოხატული, რაც ნიშნავს იმას, რომ ზოგადად მიდის ანთების მდგომარეობა. ეს ერთი. მერე მუცლის ღრუში, როგორც ჩანს, ეს არის ეკოსკოპიური მონაცემი. იქ ნანახია გამონაჟონი, ანთებადი სავარაუდოდ სხვა ტიპის გამონაჟონი, რა უნდა იყოს მუცელში. არის გამონაჟონი, შეშუპებულია ლორწოვანი ნაწლავების და ასე შემდეგ, რაც ითხოვს გარკვეულად ქირურგის მიერ ახსნას, რა შეიძლება მსგავსი მდგომარეობის გამოწვევა. გერმანულმა ჰოსპიტალმა ჩვენთან შეხვედრაზე უარი განაცხადა იმ არგუმენტით, რომ მას შემდეგ რაც ეს ფაქტი მოხდა, კლინიკის დასახელება და მენეჯმენტი მთლიანად შეიცვალა.
ჩვენ ვესაუბრეთ იურისტს გერმანული ჰოსპიტალიდან, რომელსაც დღეს ჰქვია Global Med-ის საუნივერსიტეტო კლინიკა. მან გითხრა, რომ კლინიკა უარს აცხადებს კომენტარის გაკეთებაზე, რადგან არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ექიმების ქმედებაზე, რომლებიც დღეს აღარ არიან მათი თანამშრომლები. თუმცა გაუგებარია, რატომ გაურბის კლინიკა ინსტიტუციურ პასუხისმგებლობას. ლია ტუღუში სასტრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ხომ მათ კლინიკაში შეიყვანა და არა რომელიმე კერძო ექიმის ოფისში. ან რას ცვლის კლინიკისთვის სახელისა და მენეჯმენტის შეცვლა იურიდიული პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. მით უფრო რომ კლინიკა ახალი და ძველი სახელწოდებით ერთი და იმევე საიდენტიფიკაციო კოდით იძებნება. სახელის შეცვლა იურიდიულ ან კერძო პირის პასუხისმგებლობას რომ ხსნიდეს, მაშინ ყველა ხომ ამ გზას მიმართავდა. კლინიკა, რომელიც არსებობდა, საიდენტიფიკაციო კოდი, რომ სახელი შეეცვალა, კოდი იგივეა, სტაფის შეცვლა არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა შეიცვალა ან აღარ არსებობს, ანუ რომ კონდეს გაკოტრებული შეპესე, კონდეს ანუ კლინიკა მუშაობს, უბრალოდ სახელი შეეცვალა. ანუ დირექტორი შესაძლებელია კლინიკამ შეიცვალოს ყოველდღიურად. ეს არის ხელშეკრულებით დანიშნული დირექტორი და შესაბამისად პასუხისმგებლობა დირექტორის არის ყველა პაციენტისთან მიმართებაში. პასუხისმგებლობა ეკისრება კლინიკას. რეგულირების სააგენტომ მიკერძოება აღიარა. შვილის გარდაცვალების შემდეგ ლიკა ტუღუშის მარტო დარჩენილმა დედამ ელიავას ბაზრობაზე მუშაობას თავი გაანება და ლანჩხუთში დაბრუნდა, სადაც შვილის საფლავი ჰქონდა. იქ მათი პატარა სახლის შეკეთება და შერემონტება ლიკამ გარდაცვალებამდე მოასწრო დედასთან ერთად შეგროვილი თანხით. ლიკას დედა რამდენჯერმე ჩამოვიდა თბილისში და მიაკითხა კლინიკას, სადაც უნდოდა იმ ექიმის ნახვა, რომელმაც მისი შვილი ჩანაწერის მიხედვით კლინიკიდან დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაწერა. ითხოვდა კამერის ჩანაწერებს, სადაც გამოჩნდებოდა, რომ გოგონა ტკივილებისგან წელში მოხრილი გამოჰყავს დაცვას. კლინიკის ხელმძღვანელებმა დედას არც ექიმთან შეხვედრის საშუალება მისცეს და არც კამერის ჩანაწერები. თავდაპირველად ლიკას დედას მარინა არახამიას არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანმრთელობის ფედერაციის წარმომადგენლები ეხმარებოდნენ, რომლებმაც ვერ მიაღწიეს კლინიკებიდან რეალური ინფორმაციის მიღებას. ერთადერთი რაც ამ შემთხვევაში შეეძლო, რომ ჩვენს ორგანიზაციას გაეკეთებინა, ჩვენ დაველაპარაკეთ ორივე კლინიკის წარმომადგენლებს, ანუ პირველი კლინიკის დირექციას და ასევე მეორე კლინიკის რამოდენიმე ექიმს და მათი პოზიცია იყო ცალსახა, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ პროტოკოლების მიხედვით და ჩვენი ბრალი არ არის. დავაკვალიანეთ, რომ მიმართეთ თქვათ რეგულირების სააგენტოს, რადგან თქვათ კლინიკა თulis, რომ საერთოდ არაფერი შუაში არ არის და თვითონ ყველაფერი პროტოკოლის მიხედვით გააკეთეს და ამ პაციენტის გარდაცვალებაში ბრალი არ მიუძღვით, ან ცალსახა პოზიცია ეს იყო ხო კლინიკის. პროცესი მხოლოდ დროს აჭიანურებდა, რაც მათ წისქვილზე ასხამდა წყალს, ვისაც სავარაუდოდ სურდა პასუხისმგებლობისგან თავის არიდება. გადამწყვეტი სიტყვა მედიკოსებისთვის და გარდაცვლილის დედისთვის უნდა ეთქვა იმ სტრუქტურას, რომელსაც კანონი პირდაპირ ავალდებულებს სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლს და აძლევს მექანიზმებს დააყენოს ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს წინაშე. მარეგულირებელმა სააგენტომ ეს არ გააკეთა. 2 წლის განმავლობაში 24 წლის გარდაცვლილი პაციენტის დედას ერთხელაც არ გასცეს არსებითი პასუხი, რატომ ჭიანურდებოდა ასე სამედიცინო დოკუმენტების შესწავლა და დასკვნის გაკეთება. მარინა არახამიასთვის რეგულირების სააგენტო იყო ერთადერთი მისამართი, სადაც მას შეეძლო სიმართლის გარკვევა. დედას ხელმოკლეობის გამო არ შეეძლო ალტერნატიული ექსპერტიზის დაკვეთა სამედიცინო დოკუმენტების შესასწავლად. სცადა რამდენიმე დამოუკიდებელ ექსპერტთან დაკავშირება, მაგრამ მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. მისთვის ყველაფერი შეუძლებელი იყო. ყველა კარი დაკეტილი. კლინიკების, ჯანდაცვის სამინისტროს, ექსპერტიზის, სამართალდამცავი ორგანოების. ასე იყო მანამ, სანამ მედია და ადვოკატები არ ჩაერივნენ მისი უფლებების დასაცავად. ხოლო ამის შემდეგ ინება ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 24 წლის ლიკა ტუღუშის გარდაცვალების საქმეზე დასმულ კითხვაზე ჩვენთვის პირველი რეალური პასუხის გაცემა, რომელიც ძალზე მრავლის თქმელია.
პაციენტ ლია ტუღუშის სრული სამედიცინო დოკუმენტაცია კლინიკური შეფასებისთვის სარეცენზიოდ გადაიგზავნა შესაბამისი დარგის ექიმ სპეციალისტებთან. ნომერი 105-05-74 03-10-2025 წელს. კონტრაქტორმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაგიზრი ვალდებულება, გამოიკვეთა მიკერძოება, რამაც პროცესის შეფერხება განაპირობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი პროფილური მიმართულებით რეცენზენტთა მოძიება, რათა პროცესი იყოს გამჭვირვალე და ობიექტური. სარეცენზიო დასკვნების მიღებისთანავე შედეგი დაუყოვნებლივ ეცნობება გამცხადებელს. ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს ამ პასუხიდან იქმნება მოსაზრება, რომ ვიღაც გავლენას ახდენს დასკვნის ობიექტურობაზე. საინტერესოა ასეთი ფაქტის აღმოჩენის შემდეგ რა ნაბიჯები გადადგა ჯანდაცვამ, იმის გარდა რომ 8 თვის შემდეგ ჯერ კიდევ ახალი ექსპერტების ძიებაშია. მიაწოდა თუ არა ფაქტი სამართალდამცავებს. რა ღონისძიებები გაატარა მიკერძოების ჩამდენი ექსპერტების მიმართ. ან კვლევის ასეთი გაჭიანურების მიზეზი, რატომ არაცნობა გარდაცვლილის დედას, რომელიც 2 წლის განმავლობაში იდგა მათი უწყების დაკეტილ კართან. პასუხის მოლოდინში. $47 წლის მარინა არახამიას ოჯახი მხოლოდ მისი შვილი იყო, რომელიც 2 დღეში დაუდგენელი დიაგნოზით გარდაეცვალა. წარმოუდგენელია, რომ 21 საუკუნის მედიცინაში პასუხგაუცემელი რჩება კითხვები. რამ გამოიწვია მუცლის შეტევითი ტკივილი, რომელიც 2 კლინიკაში ვერ მართეს ექიმებმა? რატომ არ ჩატარდა სტანდარტული წესით დადგენილი კვლევები კლინიკაში, სადაც სასწრაფო მუცლის ღრუს შეტევითი ტკივილებით გადაიყვანა პაციენტი? რატომ არ მოიწვიეს კლინიკებმა პროფილური მედიკოსების კონსილიუმი? რატომ დარჩა დოკუმენტებში ერთმანეთის გამომრიცხავი მონაცემები, რაც საეჭვოს ხდის მთელი დოკუმენტაციის სინამდვილესთან შესაბამისობას? კიდევ რამდენ ხანს უნდა იდგეს დედა ამ კითხვებით სახელმწიფო უწყებების დაკეტილ კართან? რა გამოსავალს თავაზობს სახელმწიფო რიგით მოქალაქეს, რომელიც მისმა უმოქმედობამ და დუმილმა ბიუროკრატიული ლაბირინთის ჩიხში მოაქცია?